გამარჯობა, მე ნუგზა რუხაძე ვარ. აი, გავიდა სადღესასწაულო არადაგები და ჩვენ ისევ ერთად ვართ პირდაპირ ეთერში. და ძალიან მიხარია. ცხადია, ახალი წლები გავიდა, დღეს როგორც ამობენ, ძველით ახალი წელი გაგვითენდება, ჩვენ ქართველებს ასაკუჩევია, ორ-ორი გვინდა ყველაფერი და რატომაც არა, იყოს ასე გილოცავთ ამ ძველით ახალ წელსაც, წარსულსაც და დღეს არ მინდა რომ რაიმე მძიმე თემებით დაგძაბოთ, ასე ვთქვა და მძიმე საუბრებით. მოდი ეს საკამათო და ეს ძნელად გადასატანი საკითხები, მოდი მომავლისთვის გადავდო და დღეს ვისაუბროთ ისე რომ გულს მოედო სასიამოვნოდ. ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ დღეს. ხო, დღეს საუბარი გვექნება კოლხურ კულტურაზე. კოლხურ კულტურაზე და მე ეთერში მოვიწვე კოლხური კულტურის ძალიან ცნობილი სპეციალისტი ჯონი აფაგიძე, ის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია, პროფესორი რა თქმა უნდა და ჯონი ალბათ გაგცემს გასებ ჩვენ შეკითხვებს პასუხს, ისე როგორც ასე ვთქვათ, შეეფერება ამ საკითხს და შეეფერება მის მეცნიერულ წომა ზონას, ასე ვთქვათ. ეხლა რა მოხდა? ასო ამასწინად ერთმა ჩემმა ახლობელმა, ეს არის ბაჩუკი ჩაჩიბაია, რომელიც ცხოვრობს სოფელ ახუთში, მაშინ რა ქვია, ჩხოროწყუს რაიონში, სამაგრელოში, აი მომცა ეს ქვა. აი ეს ქვა. და გეტყვით რაშია საქმე. არ გეგონოთ უბრალო ქვა. თუმე რა იყო ეს ამ 15 წლის წინ სადღაც ეზოს გადაღმა იქ ხობესა სადღაც რაღაც სამუშაო მიმდინარეობდა თურმე მიწის და ეს ქვა ამოვარდნელა, ბარს ამოუგდი ეს ქვა. ჯერ არ მიუგცევია ყურადღება, მაგრამ მაინც არ გადაუგდია და შეუნახია. მე გადმოუტანია ღობის აქით. მე ულია გასულადო რომ მე რაღაც დანანებია მოუკიდია ხელი და შეუტანია სახში და ბუხრის თავზე დაუდევს და ხანში მე რომ გამოხდა ხანი რაღაც მიხვდა რომ თვალს დააკვდა და ხელში რო ათამაშებდა ამ ქვას ხან ასე შეხედა, ხან ისე შეხედა და ბოლოს აღმოჩნდა რომ აუღია რაღაც ტექსტი, ჩაუხედია შიგნით და გამადიდებელი არ აღმოჩნდა ეს ქვა. გამადიდებელი. მე ავიგეთ ეს ქვა მიუტანეთ ბატონ ჯონის და ვაჩვენეთ და კაცი და მეცნიერი დარჩა აფრთხოვნებული. აი რატომ დარჩა აფრთხოვნებული და რა შეა საქმე და რა კავშირი აქვს ამ ქვას კოლხურ კულტურასთან, რომლის ორგანული ნაწილია საქართველოს თავისი წარსულით და ასე ვთქვათ, ქართველი ხალხი თავისი წარმომავლობით, აი ზუსტად ამ კულტურაზე გვექნება ეს პატარა საუბარი დღეს. ჯონი, აი რა არის ეს ერთი გამაგებია რა? ნუ ახლა პირველ რიგში მოგესალმებით, მეც გილოცავთ მეორე ახალ წელს, თუ შეიძლება ასე ითქვას და ნუ გზარ, ახლა ეს არის ძალიან საინტერესო აღმოჩენა. მე პირველად რო ეს ვნახე, მე ჩემ თვალებს ვერ დაუჯერე, იმიტომ რომ ძალიან ბევრ არქეოლოგიურ ექსპედიციებში ვყოფილი ვარ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. და მსგავსი რამ, უამრავი მუზეუმები მინახავს მსოფლიოსი, მაგრამ მსგავსი რამ მე არსად არ მინახავს. ახლა კერძოდ რა არის ეს? ჩვენ ეს შევამოწმეთ და აი რო წარმოიდგინოთ ძალიან მაღალი ხარისხის სათვალე, რომელსაც აქვს თქვათ ძალიან მაღალი ხარისხის მინა +2 და იმით რო უყურებდე თქვათ წვრილ ასოებს, იმაზე უკეთესად შეიძლება რომ აი გაიხედავ, აი ეს ასოები დაინახო. შესაბამისად, ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან საინტერესო აღმოჩენასთან. ეს თვითონ აქ დამუშავების კვალი ჩანს, ერთი შეხედვით თითქოს ეს უბრალო ქვა, მეორე შეხედვით თითქოს კაჟია, მესამე სინათლეზე რო გაიტანა ნახევრად ძვირფას ქვას გავს და რაღაც მინერალსაც გავს, ნუ რა თქმა უნდა ეს უკვე ამ შემთხვევაში არის არა არქეოლოგიის საქმე, არამედ გეოლოგ მინერალოგის, კონკრეტულად კი მინერალოგის საქმე, თან ძალიან აი ამ მიმართულებით ვინც არის სპეციალიზებული და გასაოცარია აი პირდაპირ რომ ახლა როუდის ეს ახალი არ არის, აქ ორი აზრი არ არის, იმიტომ რომ აქ ისეთი შრეები ჩანს ძველი, რომ ეს უდაოდ მიუთითებს ძველს. მე როგორც შემძანე, ეს არის აღმოჩენილი სოფელ ახუთში. ახუთი მდებარეობს ჩხოროწყუს რაიონში, სამეგრელოში, რომელიც მაშინ კოლხური კულტურის გავრცელების არეალში შედიოდა და იქვე ახუთში აღმოჩენილი არის ბრინჯაოს კოლხური განძი. ახლა ჩვენ მიმართებას ამასსა და ამას შორის, რა თქმა უნდა, არ ვიზეთ, ეს არის ცალკეული მონაპოვარი
გერმანულად ამას ეძახიან Einzelfund. და ამიტომ ჩვენ შორს მიმავალ დახმას ვერ გავაკეთებთ, მაგრამ თვითონ აი ეს აღმოჩენა აი მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენს მეცნიერებს და არა მარტო ჩვენს, არამედ უცხოელ მეცნიერებსაც, მინერალოგებს, არქეოლოგებს კიდევ არა ერგზის გაუჩენს თავსატეხს და უამრავ კითხვაზე გვექნება. ლაბორატორიული კვლევით შეიძლება რომ რა თქმა უნდა ჩატარდეს ლაბორატორიული კვლევა, მინერალოგებს საუბრობთ ისტორიებს გქონდა და ჩვენ რო ზუსტად დავადგინოთ თუ რა ჯიშის ქვა არის ეს, რომ ის სრულიად განსხვავებულია და ახლა თქვენ ამას დღის შუქზე რო გახედოთ, თქვენ თითქოს იფიქრებთ რომ ეს არის კვარცისგან გაკეთებული. მაგრამ ახლა ხელში რო გიკავიათ, თქვენ გონიათ რომ ეს არის ღია ფერის კაჟი. მაგრამ ეს არ არის კაჟი, ასე რომ და თვითონ მისი თვისება რო ასე კარგად ანახებს, ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელოვანი, ასე რომ არ დაყენებული. მოდი ჩავთვალოთ, რომ ამ ქვაზე საუბარი იყო ერთგვარი შესავალი იმ ჩემის აზრით დიდ და სერიოზულ საუბარში, რომელიც დღეს გვინდა ჩვენ ჩავატაროთ ერთად აი მოკლე დროში. შეიძლება მითხრა კულტურა, რომელიც ამ სახელით არის ცნობილი. ინგლისურად არის cultures, კოლხური კულტურა, რომელზეც ჩვენ ძალიან ბევრს ვკითხულობთ, სკოლაში ვსწავლია, დღესაც ვსწავლობთ. აი რას წარმოადგენს, აი რა კულტურაა, რა პარამეტრების, რა მასშტაბის კულტურა ესა და ეს კოლხური კულტურა და ჩვენ რა ნაწილი ვართ ამ კულტურის და რატომ არის მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ ქართული კულტურა ამ კოლხური კულტურის ნაწილია და იქიდან მოდის. თუ კი შეიძლება ასე ვთქვათ. ესე იგი, კოლხური კულტურა ეს არის ერთ-ერთი ბრწყინვალე ძველი კულტურა, პრეისტორიული კულტურა, რომელიც ბრინჯაოს ხანაში აღმოცენდა. თავისი უმაღლესი აყვავების ხანაში ის მოიცავდა არა მარტო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას, თანამედროვე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას, არამედ ის გავრცელდა მესხეთის ტერიტორიაზე, შემოვიდა შიდა ქართლში, შიდა ქართლიდან ჩრდილოეთ გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში, მოიცვა მთელი ჩრდილოეთ დასავლეთ კავკასია, სოჭს გასცდა და უფრო ჩრდილო დასავლეთითაც გავრცელდა. ის მოიცავდა ასევე ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიას, ართვინი, ყარსის მხარე თუ სხვა მხარე და ზღვისპირეთში კი ორდუნდენ და სინოპამდე აღწევს ამ კულტურის გავრცელების არეალი. შესაბამისად, ეს არის დიდ არეალში გავრცელებული კულტურა გვიანბრინჯაოსა და ადრერკინის ხანაში. ეს არის ძველი წელთა აღრიცხვის მე-15-მე-17 საუკუნეები. კოლხური კულტურა კიდევ მნიშვნელოვანია, ბევრი რამითაა მნიშვნელოვანი, მაგრამ რითაც ის გამორჩეულია, მაგალითად თქმულება არგონავტების შესახებ. ცნობილია, რომ ტროას ომამდე ორი თაობით ადრე ბერძნებმა იასონის მეთაურობით მოაწყვეს ექსპედიცია კოლხეთში და კოლხეთში ჩამოვიდნენ და აქ ნახეს უმდიდრესი საიმეფო მეფე აიეტისა, ეს როგორც თქმულებები გადმოცემენ, მათ მოიპარეს მედეას დახმარებით. მედეა იყო აიეტის ქალიშვილი, პირველი მედიცინის წარმომადგენელი საქართველოს თუ შეიძლება ასე ითქვას და მოიტანეს ეს ოქროს საწმისი და წაიღეს საბერძნეთში. ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ არის მთელი რიგი ნიშნები, რომლებიც შეიძლება ჩამოვთვალოთ, რომ ეს არის რითი არის ეს კულტურა გამორჩეული. როგორ შეიძლება რომ შევადაროთ და არის თუ არა იგივე მასშტაბების, ასე ვთქვათ, ან უფრო მეტი ამგვარად ცნობილი კულტურები, რომელიც ეს კი ჩვენთვის პოპულარული ცნობილი ძველი კულტურები ეს არის მაგალითად აი შუამდინარეთი, ეს არის ტროას კულტურა, ეს არის თუნდაც ინკების კულტურა მექსიკური და შემდეგ. აი ამ ცნობილ კულტურათაგან ეს კოლხური კულტურა, რომლის ნაწილი ვიმეორებ, ჩვენ ვართ, ესე იგი ქართველიერი, ხო? როგორ ედარება ერთმანეთს? ისე იგი, ჯერ მე მინდა ვთქვა, რომ სანამ აი საქართველოს საზღვრებს გარეთ გავარ, ვთქვათ, რომ უფრო ადრე საქართველოში ცნობილი იყო კულტურა, აი კოლხურ კულტურა წინ კვარარაქსის კულტურა, არც ერთ კავკასიურ კულტურას არ მიუღწევია ისეთი ფართო განფენისა და გავრცელებისათვის, როგორცაც მიაღწია კვარარაქსის კულტურა. შემდეგ არის თრიალეთის ყორღანების ბრწყინვალე კულტურა, სადაც ბრწყინვალე ოქრომჭიდლობა გვაქვს და აი ამის შემდეგ იწყება კოლხური კულტურა, რომელიც არსებობდა შუაბრინჯაოს ხანის დროს, გვიანბრინჯაოსა და ადრერკინის ხანის დროს და შემდეგ ანტიკურშიც გრძელდება. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ აიეტის დროინდელ გვიანბრინჯაოს ხანის კულტურაზე. რა კულტურებს ედრება ეს? მას აქვს პარალელები
განსაკუთრებით დასავლეთის მინათრულებით, ტროა 7B 2 კულტურასთან მისი პარალელები შესამჩნევია, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული ბუკელური კერამიკისა თუ სხვა ტიპის მასალებში. ასევე თრაკიაში გადადის ეს კავშირები, გაყვება დუნაის აუზს და ჩადის ჩრდილოეთ იტალიამდე ეს პარალელები, რომელსაც უწოდებენ ტერამარების კულტურას. მე მქონდა ბედნიერება მიმუშავა რამდენიმე წელი ჩრდილოეთ იტალიაში ტერამარების კულტურის არქეოლოგიურ გათხრებზე, რეჯიო ემილიაში, ბოლონიაში, მოდენაში და იქ ეს ჯერ კიდევ კუფტინმა, შანტრმა, აი ყველაზე დიდმა არქეოლოგებმა შეამჩნიეს თავის დროზე და მე ეს მასალები მინდოდა ორიგინალში შემედარებინა ერთმანეთს, მართლა ასეთი პარალელები არის. თან თუ გავიხსენებთ იმ ვერსიასაც, ერთ-ერთ ვერსიას არგონავტიკის, რომლის თანახმადაც მედეა და იასონი სიცოცხლეს ამთავრებენ სწორედ პოს ხეობაში, სადაც ეს ტერამარების კულტურა. აი ასე ფარდა საქმე რაშია, თავისი საერთო განვითარებით, თავის საერთო კონტექსტით, შინაარსით, არქეოლოგიური ძეგლებით ის არანაირად არ ჩამორჩება ამ კულტურებს. არათუ არ ჩამორჩება, მათი ტოლია და თანაბარია. გამორიცხულია საუბარი ქრონოლოგიურ ჩამორჩენილობაზე, გამორიცხულია საავტომობილო კულტურის, აქ არის ძალიან მძლავრი მეტალურგია, ბრინჯაოსის შემდეგ რკინის, საერთოდ კოლხები, ხალებები არიან რკინის განმგებლობები და რკინა იმ დროს იყო ის, რაც დღეს ატომური იარაღია. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს კულტურა იმ დროინდელ მსოფლიო სისტემებში და ცივილიზაციებში სართულია. მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიტანთ, რომ ეს ჩვენ დროით შეზღუდული ვართ, აი მაგალითად ბრინჯაოს კულტურა იმ დროს ცნობილია თანამედროვე ევროპის ტერიტორიაზე და აღმოსავლეთში ცნობილია მხოლოდ კოლხეთში. ეს ყობანსაც ეძახიან, მაგრამ ყობანური კულტურა ეს შემოდიოდა კოლხეთში ჩვენი შეფასებით. და მე მინდა ვთქვა, რომ აი ეს მასასადამე იმ სისტემებში, იმ დროიდან მოწინავე სისტემებში ჩართულია და არა ეს არის ზუსტად ის ჩვენ ეხლა ასეთი შედარება ცოტა უხეშია კულტურების, მაგრამ ჩვენ ვიცით მოწინავე ცივილიზაციები, ჩვენ შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ როგორც კოლხური კულტურა, ისეთ რეალიტის კულტურა მოწინავე ცივილიზაციებშია ჩართული, ერთი აღმოსავლეთის, მეორე დასავლეთის მიმართულებით. უდიდეს პატივს ვცემ, რა თქმა უნდა, თქვენს მეცნიერულ თხრობას, შეფასება ძალიან საინტერესოა, მაგრამ მე მაინც რაღაც მინდა გავამარტივო და ასეთი შეკითხვა დაგისვათ. დამტკიცებულია, რომ ჩვენი პრეკულტურა არის კოლხური კულტურა, ხო? და კიდევ სხვები. ჩვენ მოვდივართ იქიდან ქართული კულტურა. ეს დამტკიცებულია, ხო, მეცნიერულად? ეს არის ჩვენი პრეისტორიული კულტურები. ასე ვთქვათ, ხო? აი მე როგორც ქართველმა რატომ უნდა ვიამაყო იმით, რომ და საერთოდ საჭირო თუ არა ამაყო სიამაყე იმის გამო, რომ ჩვენ ვართ ასეთი ძველი კულტურის წარმომადგენელი. რას მაძლევს ეს მე დღეს თანამედროვე ქართველს, რომ ვამაყობდე იმით, რომ ასეთი პრეისტორიული კულტურა არის, ასე ვთქვათ, ასეთი პრეისტორიული კულტურის, ასეთი დიდი კულტურის გაგრძელება ვარ მე დღეს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? თუ ასე ვთქვათ, არამესტირულად, არამედ სრულიად ემოციურად მიუდგებით, ემოციურად შემიძლია გიპასუხო ნუგზარ, რომ ეს ძალიან ბევრ რამეს აძლევს ქართველ ადამიანს და ზოგადად ჯერ ერთი იმას აძლევს, რომ აი თუნდაც არსებობს ასეთი მიმართულება, არქეოლოგია და თანამედროვეობა. პირველ რიგში ჩვენ ვიცით, რომ აქ ყოფილა მაგალითად კოლხეთში განვითარებული ძველი მიწათმოქმედება, მახა, დიკა, უძველესი ხორბლეული ჯიშები, რა ჯიშები მოყავდათ. სადღაც ამოვიკითხე, არქეოლოგია საზღვრების გარეშე. არქეოლოგია საზღვრების გარეშე, ხომ ეს პუბლიკაცია ერთ-ერთი გერმანიაში გამოსული. აი სწორედ საზღვრების გარეშე და მე რა მინდა, მეორე მიწათმოქმედება, თქვათ, როგორ იყო განვითარებული. ამაზე მიუთითებს სწორედ არქეოლოგიური მასალა, არქეოლოგიურ ფენებში, სამაროვნებში აღმოჩენილი ეს ბრინჯაოს თოხები, თუ რკინის თოხები, თუ კაჟის ნამგლისის პირბები და სხვა. მასასადამე ან როგორი შესაძლებლობა ჰქონდათ მასინ ადამიანებს. ჩვენ ეხლა თქვათ ძველი კულტურის ნიმუშები რო არ ჰქონდეს ბერძნული ხანდაკებები, ჩვენ რო არ ჰქონდეს თქვათ იგივე უბწყინვალესი ნიმუში ხელოვნებისა, რითა შემკულია ეს კოლხური სულები თუ სარტყლები, ძალიან ღარიბი იქნებოდა ნებისმიერი კულტურა და მათ შორის ჩვენი კულტურას. ასე რომ ეს ძალიან ბევრ რამეს გვაძლევს ესთეტიკურად, თუნდაც მეურნეობრივად და ასე შემდეგ. პრაქტიკული თვალსაზრისით. ახლა მინდა დაგესვა ერთი შეკითხვა, ამ შეკითხვიდან გამომდინარე მე იქნება ამ გამომდინარე იქნება სხვა შეკითხვებიც, მაგრამ საფუძვლად ეს შეკითხვა მინდა მივცე, ესე იგი მომდევნო შეკითხვებს. აი ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ საქართველო და
ვარ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი და საქმე გვაქვს სოფლის ყველა ქვეყნებთან. დამოუკიდებლად ხომ? ხელს ვაწერთ ძალიან სერიოზულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ვარ ძალიან ბევრი ორგანიზაციის წევრი. ის რომ ჩვენ ვართ ასეთი ღრმა, ასეთი პრეისტორიული კულტურის გამგრძელებლები და იქიდან მოვდივართ. ამ ადამიანებზე, ვისთანაც ჩვენ საქმე გვაქვს საერთაშორისო ვითარებაში, ეს მოქმედებს, მასზე შტაბ-ბიჭდელებას ახდენს, ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს. აი მაგალითს ვიტყვი, უბრალოდ ელემენტარულ მაგალითს. ჩვენ როცა დიდ ხელშეკრულებას ვაწერდით ამას წინათ ევროპასთან ხელს, ისინი რაიმე შტაბ-ბიჭდების ქვეშ იყვნენ, რომ ჩვენ ასეთი დიდი კულტურის წარმომადგენლები ვართ, რომ ჩვენ რაღაც განსხვავებული პატივისცემა გვჭირდება, ასე კი არ არის საქმე, ჩვენ ასეთი ხალხი ვართ. ამას აქვს მნიშვნელობა თუ არა? ჩვენს დღევანდელ საერთაშორისო ცხოვრებაში, ჩვენს ჩაბმას დღევანდელ საერთაშორისო ვითარებაში, აი ამ ფაქტს, რომ ჩვენ ასეთი კულტურის წარმომადგენლები ვართ, რაიმე მნიშვნელობა აქვს? ვინმე ითვალისწინებს ამას? მე როცა მქონდა ახლა გამახსენდა ეს კითხვა რომ დასვი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში პენალურ სტომაზე ჰუმბოლდტელების და ნობელის პრემიის ლაურეატების წინაშე გამოსვლა მქონდა და სწორედ მე დავშვი აი ეს კულტურა რას აძლევს თქვა და რა შეგვიძლია ჩვენ ევროპაში ვთვალოთ ჩვენ არა ვართ ის ქვეყანა რომელმაც არ შეიძლება რომ არაფერი არ შესთავაზოს ევროპა. ჩვენ ისეთი კულტურული სიმდიდრე გვაქვს, ჩვენ ისეთი განძის მფლობელი ვართ კულტურულად. აი თუნდაც ავიღოთ თრიალეთის ოქროს თასი. ჯონი, შენ გენაცვალე, აგაშენა ღმერთო. ამის გაგონება მინდოდა რა, მითხარი რა, კარგად ეგ ამბავი. ანუ ჩვენ ისეთი სიმდიდრის მფლობელი ვართ, რომ ჩვენ ევროკავშირში როცა შევდივართ, თუმცა კულტურის თვალსაზრისით ჩვენ არ მივდივართ. ამ კულტურით მივდივართ ევროკავშირში. ჩვენ მივდივართ ისეთი მაღალი დონის კულტურით, რომელზედაც არაერთი გამოფენა გამართულა ევროპაში და ჩვენი მეცნიერების წიგნების გამოქვეყნებულა გერმანიაში, დასავლეთ ევროპაში, თუ სხვა ქვეყნებში. მაგალითად მე მინდა გავიხსენო ბატონი ოთარ ლორკიფანიძის წიგნი არქეოლოგი ინგეორგიენ საქართველოს არქეოლოგია, მე მინდა გავიხსენო სხვა არქეოლოგების წიგნები და ჩვენც ახლა ვისაც გქონდა შესაძლებლობა გვემუშავა, პატარა რაღაც ვცდილობთ ამაში წვლილი შევიტანოთ, თქვა ჩვენი ნაშრომები თუ სხვა. ახლა ან კი მითხარი ან არა, ძალიან გთხოვ. აი ამ ძველი დიადი კულტურის პატრონი ხალხი. ვართ ჩვენი დღევანდელი კულტური და საქციელით შესაბამისი იმისი. იცით რა როცა შენს ამასე კითხვას კი ან არა რა თქმა უნდა ძალიან მარტივია თქვა კი ან არა მაგრამ მე ამ შემთხვევაში მე მინდა ვთქვა რომ არ მოერიდო არავის აი თქვი პირდაპირ არა ჩვენ ძალიან ბევრი დადებითი თვისება გვაქვს მე ამას ვამბობ მთელი გულწრფელობით გვაქვს უარყოფითის ისევე როგორც ყველა ერს მაგრამ ყველა ჩვენ ახლა უკანასკნელი 25 წლის მანძილზე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძალიან ესეთი ნაბიჯები გადადგა საქართველოს რომელიც პროგრესისკენ არის უდაოდ რა თქმა უნდა ძალიან მტკივნეულად ძალიან ბევრი დანაკარგებით გავიარეთ ჩვენ ეს გზა მაგრამ მე როგორც აი ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე მე ვხედავ რომ ამ ქვეყანას აქვს დიდი მომავალი მაგრამ ამისათვის ჩვენ ყველამ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ ანუ ჩვენი ქართული ზედაპირულობით ზოგჯერ რო გიყვარს და არხეინობით ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ჩვენი ქართული ზედაპირულობით და არხეინობით მაგრამ ჩვენ ვართ ამავე დროს ძალიან ნიჭიერი ხალხი აი ვიცით რა მე ხშირად მიფიქრია ერთ რამეზე რომ საქართველოში იმდენი ნიჭიერი ადამიანია ტერიტორია არის პატარა ეს პატარა ქვეყანა ამდენი ნიჭიერ ადამიანს ვერ იტევს ხშირად ხდება ისე რომ ადამიანი გადის საზღვარგარეთ არის ეს დასავლეთ ევროპა არის ეს ამერიკა არის ეს თუნდაც რუსეთი თუ სხვა ქვეყანა თურქეთი თუ სხვა მე ჩამოდის და ვეღარ ეგუება არა აბა მე რა ხდება იქ მოიხვეჭ სახელს და მე აღიარებენ საქართველოში რომ ეს არის დიდი პიროვნება. ანუ გჭირდება რომ გახვიდე იქ. ხო, ესეც ხდება. ზოგი ახაც აღწევს, მაგრამ ძალიან მცირე ნაწილი ამას, მაგრამ აი რომ ანუ შენმა ნიჭმა და შემოგან აპრობაცია უნდა გაიარო ჯერ იქ, რომ აქ მიგიღონ მე. ხშირად ხდება ეს, ხშირად ხდება, მაგრამ ხდება ისეთის, როდესაც ადამიანი აქვე აღწევს, ეს ყველაზე კარგი ვარიანტია, მაგრამ ჩვენ ყავს ძალიან ცნობილი მეცნიერები საზღვარგარეთ. კარგი, ეს გავიგე. რომელსაც სოფლიო ცნობს. ახლა რადგანაც ეს აღმოაჩინე რა ბრძანა ეხლა ერთი რაღაც მინდა გითხრათ თუ კი ასეთი დიადია ეს ყველაფერი ასეთი სერიოზული კულტურა მას კვლევა ჭირდება ხომ მიდის თუ არა საკმარისი კვლევა დაფასებული თუ არის ეს საგანი საკვლევად
კოლხური კულტურა და არის თუ არა რაიმე ისეთ სერიოზული ნაშრომები, რომელსაც შეიძლება სამყარო ყურადღება მიაქციოს. მე მინდა ვთქვა, რომ ჯერ კიდევ აი საბჭოთა პერიოდში ახლა ეს შეიძლება ის სიმპათიური და არ გამოჩნდეს აქ ვლაპარაკობ, მაგრამ საქართველოში არქეოლოგია იდგა ძალიან მაღალ დონეზე. საქართველოს არქეოლოგიური კომისია ეგროვის საბჭოთა პერიოდში. ხო, ბატონი ანდრია აფაქიძე იყო მაშინ არქეოლოგიური კომისიის თავმჯდომარე, ძალიან მკაცრად, ძალიან დიდი ანდრია აფაქიძე, დიდი პიროვნება, დიდი ადამიანი. შენც აფაქიძე, ანდრია აფაქიძე. და ეს ჩვენი მასწავლებელი ნათესავები ხო არ იყო? ნათესავები არა, მაგრამ ის იყო ჩემი მასწავლებელი და მას აქვს ძალიან დიდი ამაგი. ანუ მის სახლის გამგზელებელი ხარ პრაქტიკულად შეიძლება. ვცდილობ რომ თავი არ შევირცხნო და გავაგზავნო მისი საქმე. ეხლა მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, რომ აი ეს იყო ქართულად ჯერ ტიმ სევერინი რო ჩამოვიდა 1986 წელს, მაშინ როცა მათ შეხვდა უთავლორდ კიფანიძე და ქართული არქივის აღტოვანებული იყო მაშინდელი ქართული არქივი. აგერ ახლა იყო იუბილე. დიახ. ახლა შემდეგ ახლა იყო ბატონ ანდრიას 100 წლიანი იუბილე და ძალიან კარგად აღნიშნა როგორც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, ისე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ეს სწორედ აი წინაპრების დაფასებაზე რო ბრძანეთ, ეს დაფასებაზეც მიუთითებს. ძალიან ბევრი და დაფასებული მეცნიერი ვყავთ ჩვენ. ეხლა მეცნიერებს რომ ვკითხოთ ჩვენ საერთოდ, რა თქმა უნდა, ისინი ყოველთვის ისურვებენ უფრო მეტ დაფინანსებას. მთელ მსოფლიოში დგას ეს პრობლემა, რამდენი პროცენტი უნდა იყოს საერთოდ აი შემოსავლის, თქვათ, მეცნიერების დაფინანსება, რამდენი უნდა იყოს, თქვათ, განათლების დაფინანსება და ასე შემდეგ. მაგრამ იცით რა არის? არის თქვათ ის რაც საქართველოში ბოლო დროს კეთდება, აი გულწრფელად თქვათ, ჩვენ რა თქმა უნდა მეტი გვინდა, მაგრამ ეს არის უდაოდ პროგრესი, მაგრამ არის კიდე საერთაშორისო პროექტები. აი რამდენი წარმატებული ქართველი მეცნიერი არის საერთაშორისო. აგერ ახლა აჩა დეკემბერში არის იყო ეს კონფერენცია, რომელიც ჩატარდა ბერლინში, რომელიც კოლხურ კულტურას მიეძღვნა. დიახ, აი ბერლინში ჩავატარეთ ჩვენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფერენცია. აი ეს ხო? აქ არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგო არის ქვეს, მე ამით ვამაყობ, გამოსახული ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ლოგო და გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ლოგო და სწორედ კოლხურ კულტურას ეძღვნებოდა ეს და ნუ გზა რა არის იცით რომ თლიანად ეს დაფინანსება მოდიოდა გერმანელებისგან. აქ მონაწილეობა მიგიღია შენ, აქ ყოფილა ალეკო კარტოზია, აქ იყო ჭანტურია ლადო და ასე შემდეგ, ხო, ძალიან კარგი, ძალიან სერიოზული დელეგაცია ყოფილა. და ნაშრომებზე კითხე, იქნება თუ არა რაიმე ისეთი ნაშრომები, მეცნიერული ღრმა, რომლის გადატანა შეიძლება პოპულარულ ენაზე, რათა მოხდეს ესე იგი ამ კულტურის მეტი პოპულარიზაცია. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაშრომები დაიწერა კოლხურ კულტურაზე საქართველოში, თემურაზ მიქელაძის, ოთარ ლორდ-კიფანიძის და სხვები. შენი? ჩემი აქაც არის გამოქვეყნებული, მაგრამ ძირითადად ახლა ორტომეული გამოვიდა ბერლინში. ეს რაც მოიტანე, ხო? დიახ, ხო, ეს შევთან. არა, აი ეს არის სწორედ ეს ორტომეული. ეს თვითი მოიცა. ორტომეული ეს არის, ხო? ეს არის ორტომეული. ეს ფუნდამენტური ნაშრომებია, ძალიან სერიოზული, რომელიც ბერლინში, გერმანიაში გამოიცა. გერმანელების სრული დაფინანსებით და გერმანელების ასე თქვა სრული ხელშეწყობით, ანუ ამას გვიემრინჯაოდა ადრე. არა, ვინმე არ იფიქროს, რომ ეს გვინდა რომ შენ ესე იგი რეკლამა გაგიკეთოთ. არა, ყველა მიცის რომ შენ დიდი მეცნიერი ხარ და ეს დაწერილია გერმანულ ენაზე, ქართველ კაცს გერმანულ ენაზე დაწერილია ეს ვებერთელა ნაშრომი კოლხური კულტურის შესახებ, ხო, არქეოლოგიური კვლევა, მეცნიერული კვლევა, მაგრამ აი შეიძლება თუ არა რომ ეს გადაიქცეს ისეთ პოპულარულ ნაშრომებად, რომ ადამიანებმა წაიკითხონ ახლა ამას ვინ დაждდება, ვინ წაიკითხავს? შეიძლება პატარა ბროშურები გაკეთდეს, ანუ ეს რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ჩემი გასაკეთებელი იქნება, გაკეთდეს ეს გერმანულზად, ინგლისურად, ქართულად. ეს კულტურა ღირსია იმისა, რომ უფრო უკეთი ცნობდეს ამას სამყარო. რა თქმა უნდა, ნებისმიერი კულტურა იქნება კოლხური კულტურა, თრიალეთის კულტურა, შუმერების კულტურა, ის უფრო პოპულარული მისაწვდომი უნდა იყოს ინტერნეტში, პატარა ბროშურების სახით და ეს გასაკეთებელია და მე აბსოლუტურად ვღებულობ ამას. და კიდევ აი ამ კოლხურ კულტურაზე მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვატარებთ ხოლმე შავი ზღვის აუზის სამეცნიერო კონფერენციებს და ეს არის პირველი ტომი, ასევე გერმანიაში ჩვენი რედაქციის ერთ-ერთი რედაქტორი მე ვარ, გერმანიაში გამოცემული და ასე თუ რამდენიმე ტონია გამოსული ზოგი ბულგარეთის ჩატარებული. ეს გერმანიაში გამოცემული ესე. ასე რომ რაღაცებს ვაკეთებთ ამ მიმართულებით და კეთდება რაღაცები და მომავალში კიდევ უფრო მეტის გაკეთებას ვაპირებთ. გასაგებია. ახლა ყველაფერი ცხადია, რომ ეს არის განათლების ნაწილი. თუ კი ეს ყველაფერი ასეთი მნიშვნელოვანია, საკმარისად კარგად და ღრმად თუ ისწავლება ეს საგანი სკოლებში ჩვენ.
სკოლებში უმაღლეს სასწავლებელი. ახლა როგორ არის? სკოლებში ისტორიის სპეციალობაში არის გარკვეული თემები შეტანილი, მათ შორის კოლხური კულტურაც თუ სხვა კულტურებიც, პარარაქსის, ტრიალეთის. ეს არის იმ პროგრამით და იმ მოცულობით, რაც დამტკიცებულია და ამას სწავლობენ. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებში, უმაღლეს სასწავლებლებს შეუძლია შეიმუშაონ თავიანთი კურიკულუმის სასწავლო პროგრამა და თქვათ იქ ჩართონ სპეციალური თქვათ თემა, თქვათ ტროა, ისტორია, კულტურა, არქეოლოგია, ან კოლხური კულტურა, ან ტრიალეთის კულტურა, ან პარარაქსის კულტურა და ეს ყველაფერი შეუძლიათ მე უნივერსიტეტებში გაგმოვებულ ან ასწავლონ, ან იმის მიხედვით ასწავლონ, რისი შესაძლებლობაც და რისი პოტენციალის ამ შემთხვევაში სპეციალისტების, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების შესაძლებლობა აქვს უნივერსიტეტში. ნუ დღეს ინტენსიური არ არის ამის სწავლება, ანუ ამაზე არა ინტენსიური როგორია, ვინ რას ასწავლის, თქვათ მაგალითად ჩვენს უნივერსიტეტში, მაგალითად სოხუმის უნივერსიტეტში ჩვენს აი ვასწავლით ყველა ამ კულტურას შესაძლების დაგვარად მაქსიმალურად და გვაქვს ჩვენს იმაში კოლხური სტუდენტებს, არქეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს ვასწავლით ამას, მაგრამ თუ ახლა ხედველობაში გვაქვს რომ ყველას ვასწავლოთ, თქვათ მათემატიკოსებსაც ვასწავლოთ, ფიზიკოსებსაც, ქიმიკოსებსაც, ეს უკვე სხვა შემთხვევაში სპეციალური პროგრამაა მოსაფიქრებელი. ჯონი, მე ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა, რომ მითქვა რომ მე ვარ ქართველი სადღაც რომელიღაც ქვეყანაში, ნუ ბევრ ქვეყანაში. I am Georgian, მე ვარ ქართველი. და იმ წუთში ვკითხე რომელი Georgian ყოველთვის მეკითხებიან. ამერიკაში თუ კავკასიაში. ანუ ესე იგი ვერ ერკვევიან ხოლმე ეს და ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრს აქვს უკვე, იმიტომ რომ მოხდა მასობრივი გასვლა, ასე ვთქვათ, ჩვენი მოსახლეობის საზღვარგარეთ და ყველა აწყდება ესე იგი ამ პრობლემას, ხო? ნუ მე ჩემი ხერხები მქონდა, ასე ვთქვათ, პასუხისგაცემის და პოპულარიზაციის, იქ მომყავდა მე რაღაც, ასე ვთქვათ, მქონდა შეკრული ინფორმაცია, რამდენიმე თავიდან შემდგარი და mesela ენა და ასე პირველ რიგში ენას ვასახელებდი, მე ვასახელებდი ჩვენს ასე ვთქვათ მრწამს და ასე დამწერლობას და ასე ვაცნობდი ჩემ კულტურას, მაგრამ ძალიან გულდასაწყვეტი იყო ის რომ არ იცოდნენ. აი მაგალითად მე რომ მითხრან სადავრი მე რომ უთხრა I am Georgian და ვერ გაიგოს და ამის მაგნერად რომ მე რომ უთხრა I am Kolchez რო უთხრა მე ვარ კოლხი გაიგებენ? კოლხს რა თქმა უნდა ვერ გაიგებენ, ეს არის უკვე ისტორიული სახელი ჩვენი ქართველების, მაგრამ თუ თქვენ ეტყვით რომ მე ქართველი ვარ, რა თქმა უნდა, ამას გაიგებენ და არა, აი მე სადა ვარ გეტყვი რა. აი რადგანაც ვერ გაიგო რომ მე ვარ Georgian, რას ნიშნავს უცხოელმა? დიახ. ნუ საშუალო განათლების ასე ვთქვათ. საშუალო განათლების ამერიკელ ვერ გაიგო. აი მე მინდა რომ აი სიტყვა კოლხი იყოს გასაგები. ამისთვის მე კიდევ ერთხელ გავიმეორე, ეს რო გასაგები. მით უმეტეს არსებობს ძალიან პოპულარული ლეგენდა, რომელიც ასე ვთქვათ, რომელიც ახლა მოყევი, ხო? აი როგორ უნდა მოხდეს? აი რა უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ იმისათვის რომ აი სიტყვა კოლხი და სიტყვა Georgian ქართველი იყოს ცნობილი. გიპასუხებ. აი რა უნდა მოხდეს? და არ ვიყოს სულ გულდაწყვეტილი რომ ველაპარაკები უცხოელ და განძარცული არ ვიყო რაღაც პერონული შეგრძნებისაგან. ესე იგი პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადავიდგა. აი მაგალითად გერმანიაში გამოვიდა ორი შესანიშნავი კრებული Unterwegs zum Goldenen Flies, ესე იგი ოქროსაწმისისაკენ, ამ გზა ოქროსაწმისისაკენ და დაახლოებით ამავე სათაურით კიდევ მეორე შესანიშნავი პუბლიკაცია ულამაზეს, თადაც მთელი ეს კოლხური მასალა შესულია. მაგრამ ეხლა კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, აი ეს კონკრეტული კითხვა, რომელიც დამისვიდა, რომელიც ასე უაღრესად მნიშვნელოვანია და რომელსაც მე ძალიან მნიშვნელოვნად ვღებულობ, ეს უნდა გავრცელდეს როგორც აი პატარა ბროშურების გავრცელებით, ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, თურქულ და სხვა ენებზე, ასევე ინტერნეტში აი სპეციალურმა ჯგუფმა შეიძლება მეცნიერების იმუშაოს, რომ შეიქმნას ესეთი ვებგვერდი, რომ აი ეს თქვათ კოლხური კულტურა, რომ ქართულს უკავშირდება, რაც ახლა რომ ეს იცოდეს, თქვათ იმავე ამერიკელმა, საშუალო ამერიკელმა თუ საშუალო ევროპელმა, საშუალო ბრაზილიელმა ამის გაკეთება შეიძლება, უბრალოდ როგორ თქვი, ამისთვის ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად. ვიმუშაოთ, ესე შენ ძალიან დელიკატურად ამბობ, ესე იგი ფულს რა უყოთ, რომელიც ჭირდება პროპაგანდას. ფული ნებისმიერ საქმისთვის აუცილებელია, ნებისმიერ საქმეში ჭირდება პროპაგანდა. ეს შეიძლება როგორც ქვეყნის შიდა რესურსებში ამის მოძიება, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებით და გრანტებით ამის მოყოლება. ეს სახსარი როგორ უნდა მოინახოს ჩვენთან, ესე იგი, იმიტომ რომ არაფერზე არ ყოფნის ფული, ხო? აი მაგალითად, ახლა ამერიკელებზე არ ვამბობ,
იმიტომ რომ გასაგებია რომ ამერიკელებს შეუძლიათ დახარჯონ მილიარდები რაღაც იდეის ასე ვთქვათ გატარებაზე და ვიღაცის თავში ამ იდეის ჩატენაზე. აი რუსები კაცო რომელიც აგერ გვეუბნებიან რომ ინგრევაო თავზე ენგრევათ სახელმწიფო ამ სახელმწიფოს რომელიც თურმე თავზე ენგრევათ აქვთ ტელევიზია ინგლისურენოვანი რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს ტელევიზიაში რომელზეც იხარჯება მილიარდები აი ჩვენთან მაგალითად იცი რომ მიაწოდო რაღაცა ინფორმაცია არ დაადგა საშველი რომ აი რაღაც ინგლისურ ენაზე უთხრა ვიღაცას იმენაზე გააგებინო უცხოელს რომელიც მას ესმის ეს არ მოხდა ამას პატარა ფული ჭირდება მეტი კი არაფერი აი ეს მაგალითად რატომ მოგიყვანა იცი არაფერი არ მოხდება ჩემო ძამიკო სანამ ფული არ დაიხარჯება პროპაგანდაზე იდეა არ გავრცელდება მატერიალური სახსრის გარეშე შეკითხვა მაქვს შენთან ამ ფულის პოტენცია არსებობს ესეთი ფული მეცნიერება ჩაუვარდება ხელში რომ მას საქართველოს პოპულარიზაცია გაუკეთოს და კოლხეთი რომ მიხდენ რომ კოლხეთი და საქართველო რო ერთდაიგივია ეს რომ გავაგებიოთ სოფლიოს ამაზე ვინმე დახარჯავს ფულს რა თქმა უნდა მომავალში ამაზეც უნდა დაიხარჯოს ფული და ეს სახსრების გამონახული უნდა იყოს ქვეყნის შიგნით მაგრამ ქვეყნის გარეთ შეიძლება კიდევ სახსრების მოძიება ორ მაგალითს მოგიტან პირველი რომ აი თქვათ ის კონფერენცია რომელიც ახსენე რომელიც ბერლინში ჩავატარეთ მთლიანად დააფინანსა გერმანულმა მხარემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო თანაორგანიზატორი მაგრამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ერთი თეთრი არ დაუხარჯავს მთლიანად სოფლიოს 5 ქვეყნიდან ყავდა ხალხი მოწვეული და ესე იგი ჩემი წარდგენები და ჩემი რეკომენდაციით მთლიანად დააფინანსა გერმანულმა მხარემ და გერმანულმა ფონდმა ასევე მაგალითად არქეოლოგიური გათხრები რომელიც თქვა ჩვენ ვატარებთ შეიძლება იქ ნაწილობრივ ქართული მხარის მონაწილეობდეს მაგრამ მაგალითად აი გასულ წელს უკვე გასული წელი 14 იყო მთლიანად დააფინანსა ასევე გერმანულმა მხარემ თუმცა ჩვენი უფლებები მიუხედავად იმისა რომ დაფინანსება მათი იყო რომ ეს მასალები ჩვენს მუზეუმებში იყო შენახული და ჩვენ თავისუფლად შეგვეძლოს მათი პუბლიკაცია ყველაფერი არის დაცული ესე იგი მე ვამბობ ეს ორი კომბინაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსების შერწყმა თუმცა ამას უნდა ძალიან დიდი მოფიქრება ძალიან დიდი განჟა როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს სათანადო სპეციალისტებთან ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის და ამას გეუბნები არაფორმალურად ახლა კი შენთან ერთად 1-2 დასკვნა მინდა გავაკეთო და უსწრაფ მოვჩებით ყველაფერს. ფაქტია რომ კოლხური კულტურა რომლის ორგანული ნაწილი ჩვენ ვართ, როგორც ხალხი, როგორც ერი, არის დიდი და არის საყურადღებო. რა თქმა უნდა. მეორე ის რომ საქართველოს როგორც თქვით, ესე იგი არის ამ კულტურის ასე ვთქვათ კანონიერი გამგრძელებელი და მემკვიდრე. და ეს ყველა უნდა ვიცოდე და შენ მე მითხარ უნდა ვიამაყოთ ამით ხო? ეს საამაყოა. კვლევა მიმდინარეობს, მეცნიერები ამაზე მუშაობენ, თურმე იქნება ვებერთელა ტანის ნაშრომები სხვადასხვა ენაზე, მაგრამ ეს იდება ბიბლიოთეკებში და რჩება მეცნიერთა დონეზე და ის რა თქმა უნდა ხელმისაწვდომი არ არის, ასე ვთქვათ, ჩემნაირებისათვის, ამიტომ მას სჭირდება პოპულარიზაცია, ანუ ისეთ ენაზე გადატანა და ისე გავრცელება, რომ ის ადამიანების ყურამდე მივიდეს. თურმე ამისთვის ყველაფრის საჭირო ყოფილა ფული. ფარა უნდა ბაბა ყველაფერს, ფარა, ასე ვთქვათ. და რაც თავარია, როგორც ჯონიმ თქვა ძალიან კარგად, იქნებ როგორღაც მოხერხდეს ჩვენი ადგილობრივი მოკრძალებული სახსრების და საერთაშორისო დიდი სახსრების შერწყმა ისე, ორგანული შერწყმა ისე, რომ როგორღაც შედეგი გამოიღოს ამ ქვეყნის, ამ ხალხის სასარგებლოდ, რომელიც ღირსია იმისა, რომ სამყარო იცნობდეს. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. კიდე ერთხელ გილოცავთ ახალ წელს. ჯონი, შენ ძვირფასო, დიდი მადლობა და მოდი დავიწყოთ ამ საქმეზე მუშაობა. დიდ მადლობას მოგახსენებ და დასკვნებიც ძალიან ლოგიკური და ძალიან მომეწონა დასკვნებას მოგახსენებ. დიდი მადლობა და კარგად იყავით მომავალ შეხვედრამდე. მომავალი შეხვედრა შედგება სამშაბათს საღამოს 11:30-ზე.